აფხაზეთიდან დევნილებმა სვანეთის თოვლიანი უღელტეხილის სიმწრით გადმოიარეს. მშობლიური მიწის სიყვარულით გამთბარი გულებით, გადარჩენის სურვილით, დაუამებელი დარდით, დაბრუნების იმედით. ზურგს უკან იწვოდა დედამიწა, ორგავდა სისხლისფერი ზღვა, მოსთქვამდა ძაძა გაუხდელი დედა, ტიროდა ნაცარწაყრილი კერია, ურდულ გაყრილი ფუძე, წვიმის ნაცვლად სისხლს ცრიდა ღრუბელი. ცასა და მიწას შორის ტრაგედიის ხიდად გადაჭიმულ თოვლიან მწვერვალებს ბევრმა ვერ გაუძლო. ბევრიც გადარჩა, სამშვიდობოს გამოაღწია და დაიწყო ჩვენი თაობის უსასრულოდ გრძელი ზამთარი. ამ ტრაგიკული გზით ჩემი ძვირფასი ბიძაშვილებიც გადმოვიდნენ სოხუმიდან და რა თქმა უნდა ზუგდიდში ჩვენ სახლს მოადგნენ. სამწუხაროდ ქვეყანა ჩამოშლილი იყო და საკადრისი პატივით ვერავის შეეძლო გამასპინძლება. თუმცა კი შევიფარეთ, მაგრამ ვერ გავუთვეთ გულები. მათი დანაკლისის ანაზღაურება ასე იოლად ვერ შევძელით. არც სამუშაო, არც ხელფასი, არც პენსია. ანაბრები ხაზინის ქურდებმა მიიტაცეს. ოჯახის დანაზოგი კი მალევე ამოიწურა. დარჩა სიბნელე, სიცივე, კრიმინალთა თარეში, გაძარცული და გადამწვარი სახლები, ასფალტზე სისხლის გუბეები, ჩაბნელებული ქუჩები, პურის რიგები, ცარიელი მაღაზიები, გაჩერებული ტრანსპორტი, გაყინული საკლასო ოთახები, გაპარტახებული საავადმყოფოები, ავტომატების კაკანი, ხედრიონის ჯირითი. ჩვენ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამდით ცხოვრების გზაზე. თუმცა განვითარების, დაოსტატების, პროფესიული წინსვლის წლები ხელიდან გამოგვაცალეს. ჩვენი თაობაც ჩაიკარგა, ჩაინთქა. ისე დავიბენით, ავირიეთ გამოსავლის გზის ძიებაში, მოთხოვნილებათა იერარქიის უმდაბლეს საფეხურზე გავიჭედეთ. თვითრეალიზაციაზე ფიქრი ტვინის უჯრედის ფსკერზე კარგახნით დაილექა. უნიჭიერესი გოგობიჭები, რომლებსაც მიღებული ცოდნით ქვეყანა უნდა ეშენებინათ, ქუჩაში გავიდნენ და ლუკმა პურისთვის, ოჯახებისთვის, გადარჩენისთვის, მათი პიროვნებისთვის სრულიად გაუგებარი და შეუთავსებადი საქმიანობები წამოიწყეს. მათემატიკის დოქტორს წინდები და ჰქონდა ქუჩა-ქუჩა გასაყიდად. არქიტექტორმა ბოსტნეულის დახლი გაშალა. ისტორიკოსმა პარკით წამლები გაიტანა ხიდის თავთან. მუსიკოსმა სიგარეტები გორგოლაჭებიან ჩანთაში ჩაალაგა და გაუდგა გზას. ექიმი საწვავით სავსე ბოთლებით ტრასაზე დადგა. იქნებ ვინმე ღვთისმიერ ჩამოევლო და მალე გაეყიდა, რომ ღამის მორიგეობაზე გაქცეულიყო, თან მცირედი ულუფა საკვებიც წაეღო, გული რომ არ წასულოდა. მასწავლებელს შეშამი ჰქონდა ჩანთით სკოლაში. ლამპის შუქზე გაყინული თითებით დაწერილ მოსწავლეთა დავალებებში ჰპოვებდა მომავლის იმედს. კლასიკური ფილოლოგიის დოქტორს, უკვე მანქანათა ნაწილების მაღაზიის გამყიდველს, დახლს ქვემოთ წიგნები ედო როგორც უსარგებლო საგანძური. კანონი არ არსებობდა. ვისაც ძალა ჰქონდა, მართალიც ის იყო. ზოგი გმირად შერაცხეს, ზოგი მტრად. პატიოსანი ხალხი სიცივეს, სიღატაკეს და შიმშილს ებრძოდა. თაღლითები და მძარცველები კი სიმდიდრის გადანაწილებას სისხლის ფასად ცდილობდნენ.
მხედრიონთან შეკრულებს, შეხმატკბილებულებს ეგონათ დაუსჯელნი დარჩებოდნენ, მაგრამ ყაჩაღებმა მათი მომხრეც ბევრი იმსხვერპლეს. ზოგს ქალაქის ცენტრში დღისით, მზისით, ტანკით გადაუარეს, ზოგიც დაყაჩაღებისას შემოაკვდათ. მათი შვილები კი იმ ჯალათებს და მათ შთამომავლებს უკმევენ დღესაც. ზოგმა გაუძლო ამ წნეხს, ბევრიც შეეწირა, ბევრი ემიგრაციაში წავიდა, ზოგს არც უკრძვნია. იმ წლების ჭრილობა კი ჯერაც არ შეხორცებულა. ისინი, ვინც დაუნდობლად გადმორეკა მტერმა საკუთარი მიწიდან, ჩემდა გასაოცრად, მაინც მტრის გამართლებას ცდილობენ. არ ვიცი ამას რა ჰქვია, უმეცრება თუ ნებაყოფლობითი მონობის ძლიერი სურვილი. მერე თითქოს გამოიდარა, წელში მოტეხილი ქვეყანა წამოიმართა. ახალმა თაობამ ახალი სული შთაბერა ქვეყანას. ვინი ფიქრებდა, ისტორიის წრებრუნვა ჩარხს უკუღმა და ატრიალებდა. მიიძინეს ბრძოლებში დაღლილმა ერისკაცებმა და ძვალშესალაგში ჩაიყოლიეს დარდი და ოცნება ერთიანი ძლიერი საქართველოსი. დარჩნენ გმირები, ზოგნი საჩინონი, ზოგნი უჩინონი, ზოგნიც ისტორიისათვის ჯერაც სათაკილო და საჭოჭმანო. ვინც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, მოღალატეებად შერაცხეს. უჩისტები და ასევე ყველა სიბინძურის ჩამდენნი პატივითა და დიდებით შემოსეს. ცოცხლებს ხელფეხი შეუკრეს, აზროვნებაც აუკრძალეს. ქრისტიანობა რიტუალამდე დაიყვანეს და ღმერთის სიტყვა პოლიტიკურ საბურველში შეფუთეს. საქართველოს უახლესი ისტორია, თავგანწირული ბრძოლებისა და ღალატის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერებოდა. დღეს ხსნელის მანტიით შემოსილნი, წარსულში ქვეყნის მაუხრებელთა რიგების ავანგარდში მდგომნი, თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას ისევ თავგამოდებით ხერგავენ. ისტორია მეორდება. მტერი არ შეცვლილა, ღალატეები არსად გამქრალა. ახალი ფორმით, მაგრამ იგივე იდეოლოგიით ებრძვიან თავისუფლების იდეას. ჩვენ კი ამ ჯოჯოხეთიდან თავდაღწეული თაობა, რომლებმაც ცეცხლის ალში გავლა ვისწავლეთ, არასოდეს დაუბრუნდებით უკან.